საღამოშვიდობის საძირფასო მეგობრებო, აი დადგა ხუთშაბათი, ღამის 11 საათი და ზუსტად 1 საათის განმავლობაში თქვენ გმასპინძლობთ პროგრამა სოლო. დღევანდელი ჩემი სტუმარი არაჩვეულებრივი პიროვნება, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ, რომელსაც დიდი წარდგენა არ სჭირდება, იმიტომ რომ თქვენ ძალიან კარგად და ძლიერად გიყვართ. თემურ თათარაშვილი, საღამოშვიდობისა თემა. დიდი მადლობა მობრძანებისათვის. მე მგონი, რომ საკმაოდ საინტერესო საუბარი გამოგვივა ამ 1 საათის განმავლობაში. ბევრ საინტერესო რამეს შევიტყობთ, იმასაც, რაც, ფაქტიურად შეიძლება ბევრმა ჩვენმა ტელემაყურებელმა არც კი იცის. შენს ამოთი გაქცეთ პასუხი ყველა თემზე, რასაც შემეკითხებით. ძალიან კარგი. ეხლა კი მოდით ნახოთ თემურ თათარაშვილის სოლო ბიოგრაფიის პირველი ნაწილი. თემურ თათარაშვილი 1966 წლის 20 მარტს მოევლინა ქვეყანას. ოჯახში ბავშვი რო იბადება, ყველასთვის დიდი სიხარულია. მაგრამ ჩვენ ოჯახში ეს იყო ნამდვილად განსხვავებული სიხარული, იმიტომ რომ ბავშვი იბადება 9 თვის მერე და თემური გაჩნდა 10 თვის მერე. თემური ძალიან სასაცილო და ძალიან შეუხედავი დაიბადა. გული გამისკდა, მე თუ ჩემო ვის უნდა ვაჩვენო მეთქე ეს ბავშვი, მაგრამ 3 თვის რო გახდა, უკვე ნორმალურად უყადირდებოდა სახე. თემური ჯერ არ ლაპარაკობდა და უკვე სიმღერას მოტივს მღეროდა. 6 წლის ასაკის ბავშვი მივიყვანე ნერგებში. ნერგებში დაიწყო თემური ციცინო ციცკიშვილთან სასახლეში მივიყვანე და აი ასე დაიწყო მისი ასპარეზი. თემური სწავლობდა მე-16 მუსიკალურ საშუალო სკოლაში ლია მაბზარაშვილთან. და ძალიან უცნაური იყო, იცით, ბავშვები ემზადებოდნენ ყოველთვის გამოცდებისთვის. თემურის არ სჭირდებოდა ეს პრობლემა არ ქონდა. თემური მივიდოდა შეასრულებდა რაღაცა. მაშინ იყო ალა პუგაჩოვას სიმღერები. ძალიან გულისწყდებოდა ჩემს ქალიშვილს, იმიტომ რომ ის 24 საათი იჯდა ინსტრუმენტთან და მღეროდა, უკრავდა ბოდიშტვიხი. და თემური ეს არ სჭირდებოდა. ან ჩემთან იყო თემური სახში, ან მე ვიყავ ხოლმე მასთან სახში და ჩვენი ინტერესი სულ ემთხვეოდა ყოველს ერთმანეთს. ვიჯექით სულ ინსტრუმენტი. და რაღაც სიმღერებს ვაწყობდით მაშინ რაც იყო მოდაში. 13 წლის გახდა მოკლედ ივერია. და ტელევიზორში ხშირად უშვებდნენ ღობეს-ღობავდა ბევრი კაცი ღიღინ-ღიღინით. ხმაში მოკლედ ამ სიმღერას ვღეროდით მე და თემური. პირველი კონცერტი მაგას მუსიკალური სკოლიდან ჰქონდა, გამოვიდა ფორტეპიანოსთან შეასრულა, არ მახსოვს რა ნაწარმოები იყო და მე ისა ნერგებიდან გამოვიდა აქ პროკავშირებში. და მე პირველი ანსამბლი იყო თემურის როკ ანსამბლში იყო. თემურიმ როცა დაიწყო მოღვაწეობა სცენაზე, პოლიტექნიკური ინსტიტუტის დიდ საესტრადო ორკესტრში მღეროდა და დაიწყო ჩემი სიმღერით, თავისი რეპერტუარი. სიმღერა დღესაც აქვს რეპერტუარში, ამ სიმღერას ქვია წვიმა. ძალიან დიდი ხანია თემურს ვიცნობ, ფაქტობრივად ჩვენთან დაიწყო თემურმა სიმღერა. ეს იყო მაშინდელი როკ ანსამბლი, ესე ერქვა ჩვენ ანსამბლი, შემდეგ თეატრონად წოდებული. სულ პატარა იყო თემური, რომ მოვიდა ჩვენთან. 15-16 წლის იყო ჩვენ შედარებით უფრო ასაკში ვიყავ. ასაკში როგორ 19-20 წლის ბიჭს გქონია, რომ დიდი ხარ შენ ბევრად და რა ვიცი, აი ძალიან ბევრი წლები ერთად ვიყავ. ძალიან ბევრი წლები, დღესაც ერთად ვართ, მაგრამ აი ეს ყოველ შემთხვევაში პირველი ნაბიჯები მე ძალიან კარგად მახსოვს და ადამიანს ეტყობა თავშივე ეტყობა თუ რას შეძლებს ის, რას გააკეთებს და მე ვფიქრობ, რომ ასეც მოხდა. თემური ძალიან პოპულარული მომღერალია და ძალიან კარგი მომღერალია, რაც თავარია. პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მოღვაწეობდით ერთად, ბევრი ძალიან ლამაზი წლები გატარებული, სწავლობდით იქვე. ოლიმპიადებს გამოვდიოდით ერთად, ავტომატიკა ტელემექანიკის ფაკულტეტზე ვიყავით. თემური მისწრებდა მე მგონი 1 წლით. და შემდეგ უკვე მქონდა მიწვევა ტელევიზიის დიდი საესტრადო ორკესტრიდან
და იქ მოვაწეობდით. თემური იყო ჩემი ფანი, ესე რომ ვთქვა. მე არ ვიცნობდი, მაგრამ აი, ესე იგი თურმე თემურის ყვარები ვარ როგორც მომღერალი. ის იყო, მაშინ სხვაობა ისეთია, თვალში საცემი, ასაკობრივი, თემური უმცროსია ჩემზე. მე უკვე ვიყავი მომღერალი, პოპულარული და თემურის უყვარდი როგორც ესე უამრავ ბავშვს იმ პერიოდში. მაგრამ ეს იყო ერთ-ერთი ისეთი როგორ გითხრა, შემაწუხებელი ფანები რო არიან. გავიდა რაღაც ხანი და ტელევიზიაში ხდება ერთი ბიჭი, ისეთი პუტკუნა, რაღაც მოცნაური თმის ვარცხნილობით. და გავიცან ეს იყო ეს თემურ სათარაშვილი, რომელსაც ასე უნდოდა ჩემი გაცნობა. იგი უკვე გავიცანი როგორც ახალგაზრდა მომღერალი. პირველად გავიცანეთ, ასე ვთქვათ, სანსამბლო სამხმის წევრებმა. ეს იყო ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, რეპეტიცია ჰქონდა ერთ-ერთ სარეპეტიციო ოთახში და მაშინ შემოვაბიჯა პატარა 17 წლის ბიჭი იყო დაახლოებით. ძალიან ბავშვური, ძალიან ისეთი მიამიტურიც კი ასე ვიტყოდი. მაგრამ თავიდანვე როგორც თქვენ კოჭებში ეტყობოდა რომ ხმა ქონდა მას. მისი ზრდა ჩვენ თვალწინ ხდებოდა, მისი ჩამოყალიბება. ერთად გასტროლებზეც ვართ ნამყოფი. პრაქტიკულად მან თავისი კარიერა 1975-დან დაიწყო პროფესიულ სცენაზე. როგორც სოლისტი ისე იყო წამოსული, სოლისტი იყო ხმებში, აი როგორც ჩვენ ანსამბლი რო აკეთებდა ჩვენ ხმებს იქ ბექ ვოკალს რო ეძახიან დღესდღეობით. ის არ იღებდა ამაში მონაწილეობას. მაგრამ თავის საქმეს როგორც სოლისტი წყვილად ასრულებდა, გამოდიოდა პერიოდშიც კი როცა ის ჯერ კიდე ესეთი პოპულარული არ იყო და ესე არ იცნობდა მასა. ძალიან კარგად და ძალიან მაღალ დონეზე ართმევდა თავის საქმეს თავს. თემური ჯარში რო გაიწვიეს, ეს ძალიან ადრე იყო. მოხდა ზაკავკასკი ვაინა ოკრუგში, იქ იყო ცეკვის და სიმღერის ანსამბლი და ამ დროს გაიწვიეს ჩემი ბიძაშვილიც საზატორაძე. მოკლედ ერთად მოხვდნენ, მე ვიოლინე არის კახიძის ორკესტრში. და საზასთან ერთად იყო ამოსული ჩვენთან სახლში გავიცანი, მე ვიყავი პატარა მაშინ, თემურიც პატარა. რაში გამოიხატება პროფესიონალიზმი, ალბათ იმ პასუხისმგებლობაში, რითაც იგი ეკიდებოდა თავის საქმიანობას, სიმღერას. იმ პერიოდში პირის გაღების პრობლემა არ ქონია და ეს ახლა დაიწყო, პირი არასოდეს არ გაუღია. მე მგონი არც ახლა აღებს ისე უბრალოდ პირს, არამედ მღერის თემური. მაპატირო ამას ვკადრულობ, მაგრამ ესეთი პრობლემა დადგა ახლა ყველას წინაშე. მოსიყვარულე და ძალიან ამხანაგური და მეგობრული კაცი. ძალიან ნერვიულობდა იურმალაში როცა გამოდიოდა, იმიტომ რომ რაღაც განსხვავებული სიმღერა ის ლატვიური სიმღერა უნდა ემღერა და როდესაც პირველი ტური დამთავრდა, მე დაურეკე და უთხარი ახლავე ჩაალაგე შენი ჩემოდანი და წამოდი. ჟიურის წევრებს დედისგან განსხვავებული აზრი ჰქონდათ და თემური ხელდამშვენებული დაბრუნდა სამშობლოში. ბავშვურებზე დამატრისლამი დიცხებაზე აღმავებულა სიცოცხლისზე საზიამორი საფალამზე ეთერშია სოლო ძვირფასო მეგობრებო და დღევანდელი ჩემი სტუმარი თემურ თათარაშვილი. თემო, ახლა სხვებისგან განსხვავებით მე გიცნობ გაცილებით უფრო ადრინდელი ასაკიდან, სადღაც 6-7 წლის იყავი და მახსოვს კიდევაც მაშინ კარგად ღიღინებდი, მღეროდი და მაგრამ აი ცოტა რაღაცა ვერ გავიგე, ესე იგი ბესო კალანდაძე ამბობს, რომ ანსამბლ 75-ში ჩამოყალიბდი მერაბ სეფაშვილი როკ ანსამბლშიო და შენ მაინც როგორ გონია ეს პირველი, ასე ვთქვათ, სერიოზული პირველი ჩემი ნაბიჯი საერთოდ იყო ალბათ პოლიტექნიკური ინსტიტუტში, ორკესტრში, სადაც ზურაკო ბეშავიძე იყო ხელმძღვანელი. მე ვიყავი 15-16 წლის ვიყავი დაახლოებით და
აქედან ამ ორკესტრიდან ზურა გოგეშავიძემ გადამიყვანა მე როკ ჯგუფში, ტელევიზიის როკ ანსამბლში, სადაც პრინციპში ძალიან ცოტა ხანი ვიყავი თავიდან, რაღაც ისე მოხდა, უცებ ჩვენ წავედით, ის ხდება 83 წელს ავსტრიაში ვიყავით კომუნისტური გაზეთი Volksstimme-ის იუბილეზე, ანსამბლი 75, როკ ანსამბლის რაღაც ნაწილი და სუხიშვილებიდან რამოდენიმე მოცეკვავ. და იქ რო ჩამოვედით უკვე ავსტრიიდან, ამის შემდეგ მოხდა ჩემი გადაყვანა 75-ში. ბატონმა რობერტმა მიმიწვია და გადავედი 75-ში. ანუ ანგაჟემენტი მოხდა, მიწვევა. კი. და სხვა შეიძლება ძალიან კარგად მახსოვს, 17 წლის ვიყავი, რომ მივედი 75-ში დავიწყე სიმღერა, გავხდი 18 წლის და მაცხადებს რობერტი. ჩვენი ანსამბლის ყველაზე პატარა წევრი 17 წლის თეიმურ თათარაშვილი. გაუშვი ესა თქვა უნდა. შემდეგ გავხდი 19 წლის კიდე აცხადებს ჩვენი ანსამბლის ყველაზე პატარა წევრი 17 წლის თემურ თათარაშვილი და მივედი და მეუბნები გიორგიევიჩ მეთქი 19 წლის ვარ ხა ნუ მომწონს ეს როგორ გავიზარდა 19 წლის ბიჭი ვარ აღარა ვარ 17 წლის და 19 წლის ვარ მეთქი გიორგიევიჩ მეთქი და ნუ მაცხადებ რა 17 წლის და შემოვხედა და თეიმურას შენ სამდის ჩვენ ანსამბლში იქნები სულ 17 წლის ამის მერე უკვე ამის გამო არ წამოვედი რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაც დაემთხვა წამოვედი ანსამბლიდან, გადავედი ისევ დაუბრუნდი ჩემს ძველ ანსამბლს, როკ ანსამბლს, როგორც უკვე თეატრონი იყო, ვიჭერდით მარჯანიშვილის თეატრში, შევდით მაგ პერიოდში. ზუსტად არ მახსოვს რამდენი ხანი და ვინ იყავით, აი მერაბი იყო. მერაბი, ზურა კობეშავიძე, გია მაჯარაშვილი, თემურ ნიკოლაიშვილი ნოდარ ექვთიმიშვილი მე არ მინდა გამომიჭეს. მოკლედ დღევანდელი მთელი ბომბე მუსიკალური. მაგრამ როგორც სოლო მომღერალი იყავი. როგორც სოლო მომღერალი იყავი. თან ესე იგი ვიჯექი მე პრინციპში როკ ანსამბლში მომიძია მე კლავიშნიკათაც. ოღონდ რა მე ისი დამკვრელი ვიყავი რა თქმა უნდა. ესე ვიჯექი და რაღაც ფონებს აზრდით თან იმ პერიოდში ისეთი აპარატურა როგორც ყოდა თეატრონს არ ქონდა არავის საქართველოში გივი გაჩილაძის წყალობით არაჩვეულებრივი ინსტრუმენტები იყო და ერთ იმასა დაადებდი თიც მთელი ორკესტრი ასავლიდნენ რა რომან სიმღერაზე რომან მოძენო დამეჭირა ხელი ძირითადად ვეროდის სოლისტი ვიყავ ძალიან კარგი და თქვენ მუსიკალური სკოლაც აგეთ დამთავრებული კლასიკური განხრით ხო მუსიკალური სკოლა მაგ დამთავრებული აი ესე იგი ფორტეპიანო 7 კლასი ყავდა პედაგოგი ილია წურქავა რომელმაც ალბათ აი ძალიან დამამთავრებინა არ მინდოდა სულ აცდედი არაფრით არ მინდოდა სიქსიარული მუსიკაზე მაგრამ ძალიან დამამთავრებინა და დღეს რა თქმა უნდა მისი დიდი მადლობელი ვარ რომ შემილი ავიღო ნოტი და წავიკითხე ხო პუგაჩოვა მაინტერა ხო რა პუგაჩოვა ძალიან მიყვარდა პუგაჩოვა მიყვარდა და მიყვარს გიждები დღესაც და გამოცდები რომ ტარდებოდა სემესტრებში მუსიკალურ სკოლაში შევიდოდი გამოცდაზე დირექტორი იტყოდა ხოლმე რომ თემურ არ გვიდა შენი არც ბახი და რაღაც ხო პუგაჩოვა გვიმღერე პუგაჩოვა და თავშებოდი მე სიმღერები არლეკინოს რაზან კარალი და მიწერდა ნიშანს გამოვდიოდი მე გამიდოდა. რომ შვენიერი გამოსავალი გიპოვეთ. ეხლა რა მაინტერესებს, აი პირველად 99 წელს იყავით თქვენ იურმალაში, თუ იყო მანამდეც რაღაც ფესტივალი, პირველი ფესტივალი იყო ჩემთვის იურმალა 99 წელს. მაშინ მარტო გამოდიოდეთ. მე სოსო პავლიაშვილი. კრაუნდი რო იყო და მე ვიყავი, სადაც გავხდი ლაურეატი და ეს იყო პრინციპში ჩემთვის ჩემთვისაც სოსოსთვისაც ეს იყო ესეთი სერიოზული დებიუტი სერიოზული ნათქვამი ძალიან კარგი მე ძალიან მახსოვს კიდე იცით ახლა მერაბიც როცა ხებულობდა მონეტა თქვენ ისიც მახსოვს რა ჯაზის კაცის ფორმაში აი სხვა შორის ჯაზ და მერაბის იურმალას დავაკავშირეთ ერთმანეთთან და მერაბის წელი რო იყო იურმალაში გამოდიოდა ძალიან კარგად მახსოვს პირველ ტურში აიღო მერაბმა ყველაზე დიდი ქულები. და მაგ დღეს ზუსტად მე ვიცექი სამხედრო გოსპიტალში. ჯარში ვიყავი და ვიცექი გოსპიტალში და
ну საღამოა ღამე აქვს როცა ტელევიზორი გვაქვს ჩართული პალატაში ბიჭები წევართ ვალიშკობთ რა თქმა უნდა მერაბს და ეკა კვალიაშვილს და რო გამოაცხადეს რომ ყველაზე მეტი ქულა მერაბ სეფაშვილს ესე იგი ხო დააგრო ყველაზე მეტი ქულა სიხარულისგან ავხდი და გადმოვარდი საძოვლიდან აი ეს მახსოვს ძალიან კარგად ეს ერთადერთი შეგიძლიათ რაიმე საინტერესო გაიხსენოთ. საინტერესო იურმალასთან დაკავშირებით. აი სიმღერა სვაშევის დუეტი მე და სოსო შევასრულე და დღემდე რო გვაქვს საშუალება სადღაც სიმღერის ღერი ვარ სიამოვნებით. ეგ იყო აბსოლუტურად შემთხვევით ექსპრომტად გალა კონცერტის 2 დღით ადრე და ახლა თქვენ რომ გავიგეთ ჩვენ ვართ ლაურეატები და გალა კონცერტზე უნდა მივიღოთ მონაწილეობა. გამახსენდა ეს სიმღერა ამას ვეროდით ჩვენ როკ ანსამბლეს თეატრონი. გადავრეკე გია მაჭარაშვილთან, მეთქი გია მეთქი სასწრაფოდ გამოგვიგზავნა ფონოგრამა. მე და სოსოს გვინდა რომ ეს სიმღეროთ გალა კონცერტზე. გამოაგზავნა გიამ ეს ფონოგრამა და რომ მივიღე მე უთხარი სოსოს. სოსო მეთქი, აი ჩამოსული ფონოგრამა და მეთქი ეს უნდა ვიმღეროთ მეთქი კონცერტზე. გაგიჟდა, სულელი ხო არ ხარ ტექსტი არ ვიცი, მე კი ვიცოდი ტექსტი, იმიტომ რომ მე ნამღერი მქონდა ეს ანსამბლში და სოსომ არ იცოდა. დაუწერე ფურცელზე და ეს ხშირად სხვადასხვა აჩვენებს ხოლმე ცენტრალური ტელევიზია ამ იურმალის მასალას და არის სოსოს უჭირავს ტექსტი და ისე კითხულობს, მღერის უბრალოდ მოგდა ესე ვიმღერეთ გალა კონცერტზე და არაჩვეულებრივად მიიღეს, აი მართლა ძალიან დიდი ისეთი კაი შეფასება ჰქონდა ამ ჩვენ დუეტს, იყო ეგეთი პროდიუსერი იქ პიოტრ კოლერი, რომელმაც მე წაგვიყვანა ჩვენ თვენახევარი ვიღავით ავსტრიაში გასტროლებზე და არ ვიცი გმალა ხო რამე ისეთი კურიოზია ხო მკითხავენ რომ მოუყვე კი ბატონო გამახსენდა პირველი ნომერი თუ გახსოვთ იყო სოსო მე ვიყავ მესამე კი მახსოვს ჟირიბონკით სთი კალათ ეჭირა ვიღაც გოგონას ამოდიოდა ჩვენ ვდგევართ ყველა ეს მონაწილეების სცენაზე და ამ კალათში დოს ვარდები ყველა თითო ვარდი უნდა ამოეყო და ამ ვარდს ბოლოში ეკიდა სთი ნომერი და უკვე ამ ნომრით ხვდები ვიცით ჩვენ რა ნომრით გამოვდივართ ხო მე ვიდექი თავში დაახლოებით იქით კი რა უფრო სოსო შუაში იდგა და მე რო ამოვიღე ეს მიჭირავს და მოვთვალე სოსოს უყურებ და სოსო მეკითხება რომელი ნომერი ხარ მეთქი მესამე მეთქი და ზოგადად ცუდი სიტყვები მომართა სად ჩაყავი ბიჭო ხელი და რა გააკეთეს როგორ ამოიღე მესამე შედებილო რაღაცას მეუბნება ნუ დებილო ეს კიდე ბილი ფორმა ხო და ნამდვილად სოსომდე მივიდა ეს კალათი ამოიღო და სახე ნუ გაუთეთრდა მე ვიკითხები სოსო რა ნომერი ხარ შენ პირველია გაიმეთქი რას მაშაყირებ მითხარი რა ნომერი ხარ და მოატრიალა რომ ანახეს თავისი ფურცელიო პირველი ნომერია მაგრამ პირველ ნომრათაც დარჩა პრინციპში რა გრან პრიც აიღო ხო ალბათ რაღაც ისეთი დაემ თქვა ზემოდან ესე გამოდის. ეს არაჩვეულებრივი პერიოდი იყო, ახლა პრინციპში მუსიკოსებისთვისაც მით უმეტეს ზრდის პროცესს ძალიან უწყობდა ხელს, იმიტომ რომ რაღაც ერთგვარი გაცვლა ხდებოდა, ხომ ჩადიოდი სხვა მუსიკალურ ფორმატსაც ხდებოდი, სხვა შემსრულებლებს აბსოლუტურად სხვა არომატი სხვადასხვა ქვეყნებიდან. ახლა ჩვენთან ამ საკითხში ცოტა რაღაც ერთი დიდი ზოგჯერ იყო არაჩვეულებრივი დიდი სიამოვნებაა, როდესაც ხვდები ამ მომღერლებს, მე ვიცნობ არაჩვეულებრივად ჟანა აგუზაროვა, საშა მალინინის მოსკოვში კონცერტებზე რო ხვდებოდით ხოლმე ამ იურმალის პერიოდში, ხო? ნუ რაღაც მართლაც გაცვლა ქონდა აზრების მე საშა მალინინმა სოსო და მე წავიყვანა ჯერ ჩვენ ახალი გამოჭრეტილები ვიყავით ეს უკვე ეს იყო საშა მალინინი წავიყვანა თავისთან ერთად ვლადივოსტოკი იოჟნის სახალინში ერთი თვე გასტროლებზე კი და რაღაც ურთიერთობა იყო ნუ რაღაც და ძალიან ცუდია რომ აღარ ტარდება ეგეთი ფესტივალები აი საქართველოსთან აღარ მიდიან არის მარტო ეს ბოლოს აზიი ხო მაგრამ ეს ტარდება ფანტასტიკური ფესტივალია რა მართალია და მეორე სლავიანსკი ბაზარი ხო ძალიან ცუდია რომ აღარ არის ეს იურმალა ჩემი აზრით
თქვენ 90-იანი წლების დასაწყისში რაღაც მოსკოვში გადახვედით ხო საწყობად? არ 90-ის დასაწყისში არა, უფრო გვიან. 12-90 ხო, რაღაც ეს პერიოდი. და რას აკეთებდით იმ პერიოდში? ღეროდი სხვა კლუბებში მეხმარებოდნენ ჩემი აი ჩამოთვლილი მეგობრები ირა პანდაროვსკაია, სოსოც რაღაც შემძვალი ვიყავი პატარ-პატარა ტუსოვკებში და არ ვიცი ეს სასიკეთოდ მოხდა თუ საუბედუროდ თუ რა მოხდა და ამაყაჩაღეს დავი გამიტეხეს და ამის გამო წამოვედი მოსკოვიდან. ამის გამო წამოვედი, კი. კარგით, მაშინ სანამ ეს მოხდებოდა, აი უბრალოდ ჩვენი მაყურებლისთვის მე მგონი საინტერესო იქნება, აი რას მღეროდით, რა რეპერტუარი ქონდათ, პუბლიკა ვინ იყო და ასე შემდეგ. მღეროდი მე კლუბებში, ხო? გამის კლუბებში რუსულ სიმღერებს მღეროდი ძირითადად და ქართულებს რამოდენიმე, იმიტომ რომ ნუ მაინც ქართული არავის არ აინტერესებდა. გამოსვლარ დიდ დარბაზებშიც რაღაც ისეთი ყველანაირი მაყურებლის, რა ვიცი, სამხედროებიც მჯდარანი ყოფილა ისეთი კონცერტი, რომ რაღაცა დენკა ყოიდა მილიცია, რაღაცა ეგეთ კონცერტებს გამოსულარ, კი. ისე რომ აბსოლუტურად სხვადასხვა მაყურებელი იყო და მე ძალიან კარგად მახსოვს, არ ტრაბახობ, ძალიან კარგად მიღებდნენ ყოველთვის. თქვენ ასაკობდებით რუსულ რომანს. რუსულ რომანს, ხო, ის მრავლად აგაკ თქვენ. კი, და ყოველთვის აცხადებდნენ ხოლმე სამ გავიდოდი სცენაზე, რომ ეს რუსულად ვიტყვი. Вы все хорошо знаете, как грузины поют русский романс. და ესე ესეთი ფორმით იწყებოდა ხოლმე ჩემი გამოცხადებას, თუ იყო დიდი კონცერტი გალა. აი რეპერტუარს ყოველთვის თქვენ თვითონ არჩევთ თუ ვინმე? არ მე თვითონ ვარჩევ რეპერტუარს ამ ბოლო პერიოდში, ვთქვათ, დიდი როლი შეიტანა ჩემი რეპერტუარის ამორჩევაში რუსკო ბახტაძემ. რაკომდა მე ვარჩევდი ყოველთვის. თქვენს რეპერტუარში ძალიან ბევრი სიმღერები გაქვთ, რომელიც აი პირდაპირ აი ქალებს უყვართ ძალიან. აი თავისი ტექსტიდან გამომდინარე მე სხვათა შორის მახსოვს ერთი ესეთი კურიოზული შემთხვევა მქონდა რაღაც აი ტექსტთან დაკავშირებით აი სამამუსი ბეზავიდოეს ну რაღაც რადიოში უშვებდი ესე კი ამ სიმღერას და ცოტა მე პირადად ცოტა გამაღიზიან ამ ტექსტთან хорошо самому себе завидовать მეთქი რაღაცა для меня это немножко непонятно თუ რაღაცა ესეთი კომენტარი გაუკეთე საერთოდ ეს და ერთ-ერთი ჩემი თანამშრომელი იჯდა ტაქსში და ტაქსში უსმენდნენ ესე იგი ამ ჩემ პროგრამას და უბრალოდ ტაქსისტმა და ამ გოგონამ გადახედეს ერთმანეთს მე ეს გოგო მიყვება და შეხედეთ ეს ერთმანეთს და ვთქვით ბერი გადენიბრა ანუ და მე ძალიან ბევრმა ხალმა დამირეკა და ნუ რაღაც თავისი ის უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატეს ჩემი კომენტარის მიმართ და მე მივხვდი რომ მე ბევრ ხალხს ვკითხე და თუნდაც აი ეს ტექსტებია ეს ისე მათთვის ძალიან ახლო არის და ძალიან განიცდიან ამას და რაღაც აი თქვენ როცა არჩევთ ხოლმე ამ რეპერტუარს ამასაც ითვალისწინებთ თუ აუცილებლად და ტექსტს რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სიმღერაში თუ აზრი არ აქვს ლექსი ნუ მაშინ არ თქმა იმერო ჩემი აზრით ესე მე არ ვღერი ვარ არასოდეს ასეთი თეთრი ლექსები არ ყოფილა არასოდეს ჩემს სიმღერაში აი ეხლა სხვა შორის ალბათ ძალიან მალე თქვენ მოისმენთ ჩემს ახალ სიმღერას რომელიც დაახლოებით 2 კვირის უკან ერთმა ბაქოელმა კომპოზიტორმა მაჩუკა ეკა კოლიაშვილი და მე ვიყავით ბაქოში გადაღებებზე და იქ შემთხვევით ესე ერთ-ერთი კომპოზიტორი მან გამოხატა სურვილი რომ ჩვენთვის ეჩქო სიმღერები ეკასთვისაც და ჩემთვის მაჩუკა სიმღერა რომელიც ნამდვილად ვიცი დარწმუნებული ვარ რომ გახიტდება პირველივე გამოსვლაზე იმიტომ რომ ლექსია ისეთი რომ და მელოდიაც ვისაც კი მოვასმენინე ნუ ისი კასტაზე მაქვს ჩაწერილი თვითონ ამ კომპოზიტორის ნამღერი, ესე მოვასმენე რამოდენიმე ჩემ მეგობარს. უკვე ვაკეთე პრინციპში არანჟირება სუმალე იქნება მსა. და ტექსტი ვისია? ტექსტი არის მისი მეუღლის, ამ ბაქოლის და არის აი ერთი ფრაზა ვალჩიცა, ნემაია, შუჟაია, ნისვაია. რაღაც აი ისეთი ლექსია просто რომ ხო ты из рук моих знаю есть не собираешься. Ну რა ძალიან кай ლექსია რა.
ძალიან საინტერესოა. ამას დუეტში შეასრულებთ? არა, სოლო სიმღერაა ეს. თქვენ ახსენეთ, რომ ეკასთან ერთად ვიყავი ბაქოში და რა? ბაქოში ვიყავით მე და ეკა და მე. როგორც ჩვენთან არის ოქტაგონი, არის ისეთივე გადაცემა რინგი. აჰა. სადაც გამოვედით ეკა და მე შევხვდით ერთმანეთს და სხვა შორის გუშინ იყო ეს გადაცემა ბაქოში ეთერში. კი, გუში უნდა ყოფილიყო. ჩვენ და ხო პირდაპირია ოქტაგონი. იქ არის ჩანაწერი და მე ხდება უკვე ზარები. ტელეფონით. და თვითონ ტელემაყურებლები. ხო, ტელემაყურებლები. ესე არის ბაქოში. რა მაინტერესებს? საკმაოდ საინტერესოა და მისასალმებელიც არის, რომ ბაქოში აინტერესებთ სიტყვაზე და იწვევენ ჩვენი კიდევ ეს გეტყვით, რომ არის ეგეთი ვარსკვლავი ბაქოში, ბრილიანტი ქვია, მომღერალი ქალი. ასე ქვია, ბრილიანტ. მოგეთ ამ ქალის პროდიუსერი არის ვიღაც ქალი, და ამ ქალის ძმა არის ამ ოქტაგონის, ამ რინგის პროდიუსერი. და ჩვენ რომ მიგვიყვანეს ამ ბრილიანტის პროდიუსერს დაინტერესდა, ეხლა რა მომღერლები არიან თბილისიდან ერთ ჩამოსულები, ვინ არიან და მოვიდა. და დაესწრო ამ ჩვენ რინგს. მე უთქვია თავის ძმისთვის, რომ რატო ვეხვეწებითო ჩვენო ან ბრილიანტს ამ აიგიუნსო ან ვიღაცასო რომ მოვიდნენ და გამოვიდნენ. გამოვიდნენ რა ეს ამ პრესტიჟული გადაცემა მათთვის ეს. ნუ იქ როგორ კაი გადაცემა თვითდება. რა მომღერლები ყოფილან შეხედე საქართველოსია და ჩვენ კიდე ვის ვეხვეწებით რაღაცებზე თავიანთ ვარსკვლავებზე. ეკაზე მე მინდა გითხრათ რომ გიждდებიან ბაქოში. აბა ეკა იგივე სიტყვის თქვენზეც. არა, ნუ მე პირველად ვიყავი ბაქოში, პირველად მოხდა ჩემი გამოსვლა და ჯერ არ ვიცი. გაგიждდებიან თუ არა. პრინციპში მე გვაქვს რაღაც შემოთავაზებები კონცერტებზე დაგველაპარაკნენ ბაქოში, რომ მე და ეკა მას გადავწყვეტეთ, რომ ზაფხულისთვის დავგეგმოთ ალბათ ბაქოში ჩავალთ, ზაფხულში და ზაფხულში ჩავატარებთ რამოდენიმე ალბათ კონცერტს. მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად მიგვიღეს. ფილმი გადაიღეს ჩვენზე. სადაც პატარა მოკლე მეტრაჟი მხატვრული ფილმი იქნება, სადაც იქნება ეს რინგიც და ნუ რაღაცები ხო ყველაფერი ეს გაკეთდა პატარა მოკლე მეტრაჟები მხატვრული. ეს საკმაოდ საინტერესოა. ეს პირველი პრეცედენტია, რომ ქართველი შემსრულებლები ღებულობენ ამ რინგში. ამ რინგში პირველად მოხდა. საკმაოდ საინტერესოა. ნუ პირველად შეიძლება არა, ალბათ მანანა ჯაფარიძეს მიღებული აქვს. ნუ ახლა მანანა ჯაფარიძე რამდენადაც ვიცი, იქ ცხოვრობს და იქ რომ ეკითხებოდნენ ხოლმე სხვა შორის, რომ როგორ მოგწონთ მანანა. მე მხოლოდ ასეთ კომენტარს ვგეთებდი, რომ მე გულიმწყდება, რომ საქართველოს დაკარგა ესეთი მომღერალი, როგორიც არის მანანა და არის თქვენთან. და ჩვენ სხვათა შორის აი მადლობა გმერთ ამასინათ იყო ჩამოსული მანანა და რაღაც გარკვეული 1-2 ნომერი მისი საკონცერტო იმის ასე ვთქვათ ჩაგვივარდა ხელში და ძალიან უყვართ. ძალიან უყვართ. ნუ მანას არ მოწონება არ შეიძლება უბრალოდ. დიდი მადლობა. ეხლა კი სოლო ბიოგრაფიის მეორე ნაწილი. შენ რადგან ჩემი თგივით чужую песню и смеюсь и плачу с ветром в поле навечно. ის რასაც დღეს თემური და ჩემი კოლეგები, ჩემი მეგობრები, რასაც აკეთებენ, ეს არის გმირო. ეს ყველაფერი. ამის მოხერხება, ამდენი სიმღერის ჩაწერა, ამის გადაღება, ხო, საერთულია თან იცხოვრო ისეთ ქვეყანაში, რასაც როგორც საქართველო, ხო, ასეთ არანორმალურ პირობებში. ეს მართლა გმირო. როცა წამოვიდა ეს ტენდენცია სოლო კარიერის და როდესაც შემოიტანეს ეს აპარატურა
შეიძლებოდა თავშეთ არანჟირების გაკეთება ორკესტრის გარეშე. უკვე ესე ცალ-ცალკე დავიწყეთ მოღვაწეობა, მაგრამ პრინციპში მაინც არ დავცალკებდით მე და თემური. მაინც უამრავი დუეტები გვაქვს და მე ვთვლი, რომ ის ერთ-ერთი ჩემი ყველაზე ძლიერი და კარგი პარტნიორია. საერთოდ მუსიკოსი უნდა იყოს ნოვატორი ყოველთვის და ძალიან ბევრი დუეტი გააკეთა ახლა მან სხვადასხვა მუსიკოსებთან, უმღერლებთან. ეს ძალიან კარგია სხვათა შორის. რო გითხრათ სიმართლე, ცოტა ისეთი პრეტენზიული ყური მაქვს მე თვითონ. იმ წუთში ყურს მჭრის ხოლმე რაღაცა თუ არ არის ისე, როგორც უნდა იყოს და ну, რა თქმა უნდა, თემურის აქვს აი ის ნიჭი, რომ ზუსტად გამოყვეს აი მეორე ხმით იგრძნოს შენი ნამღერი, ალბათ კარგი აქვს და ძალიან ლამაზად მოყვება. მე ხმის ტემბრი აქვს არაჩვეულებრივი, ძალიან ლამაზი და საერთოდ ჩვენი ხმებით მე მგონი უხდება ერთმანეთს და არა მარტო ჩვენ ხმას უხდება თემურის, მაგრამ რაღაც სპეციფიური ხმა აქვს ისეთი, რომ ყველას უხდება თემურის ხმა. და აქვს სიმღერის კულტურა და იცის როგორ იმღერს. ალბათ იმიტომაც არის, რომ ამდენი წელია დგას სცენაზე და ამდენი წელია უყვარს ხალხს. თემური არის ლირიული მომღერალი და ეს მე მგონი ყველაზე კარგად გამოსდის ეს ჟანრი. მე პირადად საოცრად მომწონს თემურის ნამღერი ლირიული სიმღერები. არაჩვეულებრივად მღერის ის რუსულ რომანსებს. შანშან ალბათ როცა გააკეთა სოლო კონცერტი დამირეკა მე და მომეხმარეო. აბსოლუტურად სხვა ამ გაუკეთა დეკორაცია. პირველი კონცერტი თამრიკომ გაუკეთა ფოცხიშუმა თვალსა და ბასა. მეორე სოლო კონცერტი რომელიც გააკეთა 20 მარტს დამირეკა რომ გამინათეო. და განათებაზე ვიჯექი. მე ჩვენ აი ესე მეგობრულად მიხდი. ასე ვიჯდა ხმის პულთან რუსიკო ბახტაძე. გამოაცხადა რომ კონცერტის ბოლოს ვიცინოდით ამაზე. გამნათებელი ბაკურაც და ხმის რეჟისორი რუსიკო ბახტაძეო და ძალიან ბევრი იცინა დარბაზმა. თემური ძალიან კმაყოფილი. და წელს უკვე აი ერთაზროვნად გადაწყდა რომ მე უნდა გამეკეთებია სოლო კონცერტი. და ყოფილიყო ცოცხალი დეკორაცია. რასაც ალბათ მივახციე, იმიტომ რომ 80%-ზე სიმღერების იყო ცოცხალი დეკორაცია, ოღონდ არაცეკვა. ეს იყო სტატიური ფოტოები. იყო დეკორაცია ძალიან გრანდიოზული მასშტაბების, თვითონ სცენა იყო სადა, მაგრამ ამ დაგვარი ფილარმონიას არ ქონია. იყო 12 მეტრიანი ტრუბა კვადრატი ქვია ეს. აი ეს მოღუნული და წამოსული ჭერში და ფიზიკურად ფილარმონიაში მოუხერხებელი კი არა, შტანგეტები არ მუშაობს ფაქტობრივად. მეხდი და აი ამ გრანდ დეკორაციის დადგმა იყო ძალიან რთული, 2 დღე შენდებოდა. არ მინდა არც მაგის ცეკვა, მიუხედავად რომ საშინლად ცეკვას. არ მინდა თვითონაც იცის. არა, დავდგები და ვიმღერებ. ეხლა იქ არ მატარო მე იცოდე რა, მაღლები მაქვს ასაღები რაღაცა. თან ის სასაცილოდ ნერვიულობს სიმღერასთან დაკავშირებით, რომ იცი რა, ამ სიმღერაში ხა მაღალი უნდა ავიღოთ. გამიღიმე მაინც, ანუ იქ ძალიან მაღლა ადის და ეხლა მე ამას რას ვერ აიღებ, ვის ვერ აიღებ. სოლო კონცერტის დღეს, წინა დღე, ანუ იმ დღეს ხო წინა დღეს მოიტანა მინუსები რაღაც სიმღერების და მანქანაში ვიჯექით და უსმინე მთელი ხმით იმღერა. მეორე დღეს 2 საათიდან 4 საათამდე მთელი პროგრამა გავიარე გენერალურ რეპეტიციაზე. იმღერა კონცერტი 2 საათში დაიწყო იმღერა, მეორე დღეს რეპეტიციაზე გაიმღერა 3 სიმღერა და საღამოს სოლო კონცერტი კიდე ჩატარა იმღერა მთელი ხმით.
არ არის ეგ სიმღერა. იქით გადავიღო და კეთა თავი გამოდიო. იშლება მე დღეს. იმაში დღეს კონცერტი მაქვს ღამე. ბაგო. თუ მიდიხარ. განსაკუთრებული სიყვარული აქვს თემურის თავის ქალიშვილის მიმართ. ეს რაღაც ფანატიკური სიყვარული აქვს და უნდა რომ ყველაფრით შეამგოს ჩემი მარი. სიმღერას ჩემს ქალბატონს, ჩემს ქალიშვილს რომელიც მიეძღვნა, მარი. გიორგოვის თვედამდგარა სუსხიანი ძვლის დღეში დამეკარა გადარი მენატრები უსაშველო და მენატრები და სიზმარშიც მოსიზმრები დაწაცინა ვერჯერ მithქვამს თემურისთვის, შეთვითონ რომ იგივე სიამოვნებას იღებდეს შენი ნამღერიდან, რასაც დავუშვათ ჩვენ ადამიანები, ალბათ ძალიან ბედნიერი ადამიანი იქნებით, რომ არაჩვეულებრივი ღმერთისგან მოცემული ესეთი ნიჭი აქვს და ესეთი ლამაზი ხმა აქვს და ასეთიც არის თვითონ, როგორი მომღერალიც არის ესეთივე პიროვნება, ამიტომ რომ პიროვნება და ხმა და სიმღერა ეს ცალ-ცალკე არ არსებობს. როგორც მღერი ისეთიც ხარ. რა ესეთია თემური, როგორი მომღერალიც არის და როგორი საყვარელი მომღერალიც არის, ესეთივე საყვარელი ადამიანია ჩვენთვის. ღამე დადურებს შენზე ფიქრებს და გაქრება მაგრამ ოცნების ვარსკვლავი ჩემი არასოდეს ჩაქრება. არ ვფიქრობ, რომ გადაცემა დასრულდა, ჯერ კიდევ ბევრი სასაუბრო გვაქვს მე და თემურის. თემურ ძალიან საკმაოდ საინტერესო მასალა იყო ჩემისადმი. მე ძალიან მომეწონა რაღაც იმდენი კაი რაღაცები ელაპარაკე შევა მეგობრებმა, რომ სიამოვნებით უსმენდი. თემურ მაინტერესებს, ახლა რა შეეხება საკლუბო მუსიკას, აი ჩვენთან აქ თუ მუშაობთ რომელიმე კლუბებში და მე მუშაობდი ერთადერთ კლუბში, კარუზოში. სხვაგან არც არ მიმუშავია, ეს ალბათ დაახლოებით 1-2 თვე მიმუშავე. შემდეგ რაღაც მოხდა პროგრამა შეიცვალა და მე აღარა ვარ, მაგრამ ახლა არის რაღაც შემოთავაზება, ჯერ ზუსტად არ ვიცი, უბრალოდ დამირეკეს რამოდენიმე ხნის უკან, რომ ხარ თუ არა თანახმაოდა და თუნდაც არ მიმუშავე, თუნდაც არა. ესე საკლუბო, რა თქმა უნდა, მუსიკა ცოტა განსხვავდება. კი, განსხვავდება, აუცილებლად განსხვავდება, მაგრამ იცით, რომ მოდიან, როწერია თემურ თათრაშვილი იციან, ვიზეც მოდიან. და აქედან გამომდინარე, უკვე თქვენი დაცული ხართ, კი, აბა რა თქმა უნდა, თავისთავად ხო. და აი რესტორნებში თუ არა, რესტორნებში, ნუ თუ რაღაც კონცერტები მოტარდება, იმ შემთხვევაში კი, თორე ესე არა, რა თქმა უნდა. ახლა მაინტერესებს თქვენს იმიჯზე ვინმე თუ მუშაობს თუ თქვენ თვითონ ნახერხებთ შეიძლება ქალიშვილი გეხმარებათ და ასე. არა, ძირითადად მე თვითონ ვარჩევ ჩემს ჩაცმულობას, ვარცხნილობას. პირველი შემთხვევა იყო, როცა იმიჯი გამიკეთა იმიჯი, ეს იყო ბასა და ბაკურმა, აი კლიპში შენამდე მოვედი. ხო, და ბლანკ რაღაცა ციგანსკი ბარონი. დიახ, აი ეგ იყო ერთადერთი შემთხვევა. არა, ახლა კი ჩამიცვია, ავტოცკვიტინიძე მათ გამიკეთა კოსტიუმი მაკასათიანის იჯაკეტს მაქვს. ბაკურისიც, მაგრამ ძირითადად მე თვითონ ჩვენი გემოვნებით ესე და თქვენ თვითონ უკვეთავთ როგორ და რა აი შეკვეთილი ხო გენები და რაც ჩამოვთვალე მარტო ეგ დანარჩენი ყოველთვის მზადს მირჩევ ყოველთვის ძალიან კარგი თქვენის რეპერტუარი კიდე აი სხვათა შორის დუეტებით გამოირჩევა საკმაოდ ბევრი დუეტი გაქვთ და ბევრი საინტერესო დუეტი ხო ძირითადად აი ქალებთან არის ეს დუეტი და რაღაც ისეთი რაც გვეტყოდის საერთოდ აი ამ ფენომენთან საერთოდ დუეტი მე მინდა გითხრათ რომ ძალიან მიყვარს დუეტი პატარაობიდანვე პრინციპში დუეტებს ვღეროდი აი მე და ეგ კოლეჯში დავშდებოდით ამ მასთან აჩეკას ახში ფორტეპიანოსთან მიდიოდა დუეტები ბასილაიას და ლუიზა კობალაძის დუეტებს ვღეროდით ძალიან ბევრს ნუ ეს ჩვენთვის რა თქმა უნდა
და ეთყობა შემიყვარდა და მართლაც მერაბმაც აღნიშნა რომ ბევრი დუეტი აქვს თემურსო. ნამდვილად ბევრი დუეტი მაქვს, აი ხა კიდე მომემატა რამოდენიმე ახალი დუეტი. სოფონი ჟარაძე და ჩავწერე და ჩემს სოლო კონცერტზე ვიმღერე პირველად ჯერ ტელევიზიით არ გასულა. რადიოში თურმე უკვე ატრიალებენ ამ დუეტს, ნიკა მემანიშვილის სიმღერაა. და რა ვიცი, თუ მომეწონება, შემდეგშიც სიამოვნები ჩავწერ. მე ძალიან ბევრი დუეტი მაქვს მაია ჯაბუასთან, ეკასთან, ლუკრი კაპანაძე, ლიზა ბაგრატიონი, თამუნა ბზენძე, რა ძალიან ბევრი, ყველა შეიძლება გამოვჩეს. ხა ეკა მამალაძესთან სხვა შორის არ მქონდა დუეტი ნამღერი და პირველად ვიმღერე ეკასთან ბიძნა კვერნაძის საღამოზე ოპერაში. ის ისე სპონტანურად მოხდა თუ ეს ერთი დუეტი უნდა გვემღერა მე და ეკას დუეტი და მეორე დუეტი ისე მოხდა რომ ნანის და ეკას უნდა ემღერათ და მე ვიჯექი დარბაზში რეპეტიციაზე და უცებ ნანი არა მე არ ვიმღერებ თემური ამოდი სცენაზე შევნა იმღერო და ესე კონცერტის წინა დღეს და ისე პანიკაში ვიყავი მე ხო ეს პანიკაში ვიყავი ჯერტი იმიტომ რომ ღერი ბიზნა კვერნაძეს მეორც ერთი იმიტომ რომ დარბაზში იჯდა ის ხალხი რომელიც მართლაც იცის სიმღერა და სიმღერა იყო ისეთი კიდე რომელიც იყო ისეთი ნამღერი თავის დროზე რომ ის ხანერად არ უნდა გემღერა და ამიტომ ვიყავით მე ძალიან პანიკაში როცა ვიკო საყვარელიძე დარბაზში ზის და მისი ნამღერია ეს მინდორ თამამშვენებელო და ნუ სულ ისეთი ხალხი იჯდა დარბაზში რომელიც მართლაც სიმღერის აზრზე კი არა ნუ აი ფაქტობრივად მათ შექმნეს ეს ტექნიკა და უცებ მე ვიცი რომ ხვალ უნდა ეს ვიმღერო კონცერტზე ვიყავით ძალიან დაპანიკებული. ალბათ ცხოვრებაში პირველად აი კულისებში ის კი არა ლაპარაკობდით ხოლმე ლიზა მე ვინც გამოვდებით რომ აი ესეთი პანიკა არ მქონია ცხოვრებაში. ყველა დავდეთ და კანკალებდით კონცერტზე. და ნუ ბიძინა იყო და იმის. ნუ რა თქმა უნდა, მე მგონი სასიამოვნო ნერვიულობაც აი მართლა ეგეთი ნერვიულობა ცხოვრებაში არ გამიჩნდა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დიდ პასუხისმგებლობას შემ სოლო კონცერტზეც კი არ მინერვიულია ესე. სხვადასხვა სოლო კონცერტთან დაკავშირებით აი მისი ჩანაწერი სააღდგომოდ გავა საქართველოს პირველი არხის ეთერით, ხო, რამდენადაც ვიცი. მე გავიგე ახლა თქვენგან მაგი. არა. ხო, არ ვიცოდი. არა, ვიცი რომ უნდა გავიდეს, იმიტომ რომ ამონტაჟებენ და აი სააღდგომოდ გავა საქართველოს პირველ არხს, ეძულფასო მეგობრებო. აი ესეთი კაი სიურპრიზი. სიურპრიზი. ძალიან კარგი. თქვენ კომპოზიტორულ მოღვაწეობას არ ეწევით რამე? არა. ერთხელ დავწერე ბავშვობაში სიმღერა ერთადერთხელ, რომელიც სერთ არც მახსოვს. ეს და ეთერჯელიძემ რომ მოისმინა, მოეწონა, მახსოვს, მაგრამ მე აღარ მახსოვს ეს სიმღერა. ამით დამთავრდა, იმიტომ რომ მე მივხვდი რომ მე არ უნდა დავწერო სიმღერა, მე უნდა ვიმღერო. შეიძლება ითქვას რომ დღეს ბევრი ისეთი სიმღერა იწერება რომელსაც ალბათ მეც დავწერ და მამუკა არჩენა გაგიჭირდება მაგის დაწერა მაგრამ ამიტომაც ჩვენ ვაკეთო ჩვენი საქმე ხო სწორი თემო რა მაინტერესებს აი ხა ალბომებთან დაკავშირებით რამდენი ალბომი გაქვთ და აპირებთ თუ არა კიდევ ახლის გამოშვებას მაქვს ორი ალბომი გამოშვებული ერთი არის აი ჩემ ქალიშვილთან ერთად თავარ ფოტოზე ის ალბომი ეს მოწვევა ქვია ეშხიანი ქალი ღმერთო თვითონ უმრავლე ეს ქვია პირველ ფირფიტას მეორე ვიყო იქ სიმღერა მეორე კომპაქტი არის ჩემი რომელიც უბრალოდ თემურ თათარაშვილი ქვია და მესამე გამოდის აი დღე-დღეზე დაახლოებით გუშინ დამიდეკეს რომ სამ დღეში იქნება უკვე დაბეჭდილიო, სადაც არის შესული ჩემი რამოდენიმე საუკეთესო ძველი სიმღერა და ახალი სიმღერები. და ვინ ბეჭდავს ამას? სტუდია რენესანსი. ესე იგი განაგრძობთ. კი, ჩემი ყველა ესე იგი ყველა კომპაქტი და ყველა გასტა აქვს დაბეჭდილი რენესანსი. ადრე თქვენ უფრო ისეთ თემატურათაც ბევრი პატრიოტული ტექსტები ქონდათ და ასე. ახლა უფრო რაღაცა ნაკლებად რა განაპირობა დრო შეიცვალა თუ თემატურა? ალბათ დრო შეიცვალა. მე ახლა ვერ გეტყვით რომ ეხლაც არ ვიმღერებ იმ პატრიოტულს.
სიამოვნებით იმღერებ თუ კარგი სიმღერა იქნება, რატომაც არა. აი რამოდენიმე დღის უკან სხვათა შორის იყო გოგი დოლიძის ხსოვნის საღამო ბათუმში. ბათუმმა გადაუხადა ეს ხსოვნის საღამო გოგის, სადაც მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის ვაჟთა ვოკალური ჯგუფი რო არის ეს გენები, ფანტასტიკური ბავშვები არიან. ქართული ხმების ამოდენიმე წევრი იყო. მაია ჯაბუა იყო, მეკა კახიანი, მე რომარ ცხილაძე და ბათუმლები. და სადაც მე მთხოვეს, რომ იმღერო აღმაშენებელი თბილის მობრძანდება. ის სიმღერა მე ვიცი რომ უყვარს ბატონ ასლანს და ეთყობა იქაც იციან. ხო და მთხოვეს რომ იმღერეო, თორემ მე ხო აღარ მღერებ პრინციპში, მაგ სიმღერა ძალიან იშვიათად. ვიმღერე და იჯდა ახალგაზრდა თაობა. ისეთი აბავია თუნდა. სამ გამიკვირდა კიდევაც რა, ნუ არა, სხვადასხვა ეს მეც მინდა აღვნიშნო, იმიტომ რომ თქვენი რეპერტუარი თუნდაც ის არც ფორმით, არც არსით, ბევრი ისეთი სიმღერა მაინც არ არის გათვალისწინებული თინეიჯერებზე და აი ამ ახალ ტალღაზე, მაგრამ მე ვერ ვიტყვი რომ მათ ეს არ მოწონთ. სულში ძალიან ისეთი სასაცილოს არ ვიტყვი, მაგრამ ჩემთვის არის ძალიან სასიამოვნო რომ საბავშვო ბაღებში მღერიან ბავშვები თუმცა იმას არაფერი არ თავდებთ ეს ლირიულობა აი მაიაც ამახვილებდა აი ამაზე ყურადღებას მაინც ახლა მუსიკალი ლირიკა ანუ თავის დავად ხო ეს მაინც აკეთებს ლამაზად და თან თავისი ტექსტით თავისი იმები დამოკიდებულებით ხო და თქვენ თვლით რომ თქვენ ხართ ასე ვთქვათ ლირიული მომღერალი მე ვთვლი რომ მე ლირიული მომღერალი ვარ ეხახმები მაიას ძალიან კარგი, ესე იგი ბევრი საინტერესო რამ გველის, ესე იგი მომავალში ახლა ახალი ჩავწერე, ძალიან კარგი სიმღერა კიდე, რომელიც მინდა რომ აღნიშნო რუსიკო ვახტაძე გამიკეთა, ნიკა მემანიშვილი უკრავს ფორტეპიანოზე, კლავიშნი, ხო, ბარაბანზე გია სალავიშვილი, ბონგები და პერკუსია არის სანო ჩვენი ძმა და დუდუკებია. დუდუკებია, რომელიც ესე იგი სამწუხაროდ სახელდაგვარები არ ვიცი მე ამ ხალხის. დაურეკეთ მე და რუსიკომ და ვთხოვეთ რომ ესე ჭირდება თქვენი დახმარება და არის ეს ძველი სიმღერა მუხამბაზი კარგი იყო არ გამეცნეთ თავიდან მაგინ ну წარმოიდგინე რომ არის ყველაფერი ცოცხალი ინსტრუმენტი არის აბსოლუტურად ამერიკული არაჟი და ზემოდან არის ეს სუფრთა ქართული დუდუკები და ისეთი მოსასმენია რომ ну აი ბაქოში მაგალითად გაგიჟდნენ ძალიან მოეწონათ კი თბილისშიც კონცერტი ამ სიმღერით დავამთავრე სხვაში ეს ჩემი სოლო კონცერტები 19-20 მარტი მქონდა ამ სიმღერით დავამთავრე პირველ პრემიერა იყო აი ამ კონცერტზე ხოლო მოვიდნენ ეს მოსკოვსები ეს მედუკები და იმდენად მოეწონა თვითონაც რომ ну რა თქმა უნდა ყოველს თავის საქმე აქვს ხო უნდა გადაუხადო ხო ყოველს თავის საქმეში როგორც მე მიხდიან შემსაქმეში არავითარ შემთხვევაში არ გამომართვეს იქ და არ გამოგართმევთო და იმდენ თვითონ იკაიფეს რა აი ამაზე აი რაღაც გამოვიდა აი თქვენ ამერიკა აღნიშნეთ და მე რამდენადაც ვიცი აპირებთ კიდევაც წასვლას ხო აპირებთ წასვლას რატომ თუ და ვინ თუ მერაბ სეფაშვილი მაია ჯაბუა ნუკრი კაპანაძე და მე და რა მაკდონალდის საჭმელად მიდიხარ ხდები მაგრამ გარ კონცერტი არის როგორც ვიცი 3 მაისს არის მაიამში კონცერტი 11 სექტემბრის ტერაქტის მაიამში დაკავშირებით ხო და როგორც მე ვიცი 30-ში უნდა გავფრინდეთ 30 სექტემბერს აპრილს დიახ და ვინ არის ორგანიზატორი ამერიკელები ამერიკელები კი ამათ აქ რაღაც დათოქიტაშვილთან კულტურის სამთავრობოსთან დაირეკა, აქედან გაიგზავნა ყველა მომღერლის ჩანაწერი, თუ კი ვინმე არსებობს, დაწნაბლად არ მოურჩევია. იქიდან მოურჩეს 4 მომღერალი. და თქვენ იცით თქვენი რეპერტუარი და ალბათ დანარჩენი. კი, 4 საათიანი კონცერტი უნდათ იქ სხვადასხვა. 4 საათიანი კონცერტი, ეს თქვენი მონაწილეობით. ჩვენი მონაწილეობით.
თითო საათი უნდა გავიჭიროთ და ნუ ძირითადად ალბათ იქ როიალთან უფრო ენდომებად იქ რომანსებია. ხო, თავისთავად. რეპერტუარი, ნუ ორიგინალურ ენაზე შესრულდება, ხო? ქართულად და რუსულად. რუსულად და არა, ესე. ხო, ქართულად და რუსულად. 2 მაისს აქვს ნანი ბრეკვაძეს და ალისა ფრეიდლიხის კონცერტი მაიამში, იმავე დარბაზში და მეორე დღეს ჩვენ. ნუ მოკლედ ახალ იმას ელოდება რაღაც ამერიკამ. აი, ასეთ როში ჩავალთ. დავიზაგრებით. თვილა კი არა ცხელა კიდე. და ამ ცხელ ნოტაზე მინდა ძალიან დიდი მადლობა მოგიხადოთ მოგზანებისათვის. გისურვოთ წარმატება იქნება ამერიკაში თუ საქართველოში. რა მნიშვნელობა მუსიკოსისთვის ყველაზე მთავარია რომ პუბლიკა დარჩეს კმაყოფილი და პუბლიკა მიიღოს ის, რისი თქმაც უნდა და თვითონ შემსრულებელს. დიდი მადლობა თქვენ რომ მომიწვიეთ და მომეც საშუალება რომ კიდევ ერთხელ ჩემს მსმენელს და მათთვისაც უყვარს ჩემი სიმღერა შემახსენოთ ჩემი თავი და რაღაც პატ-პატარა ინფორმაციებიც გაიგეს კიდევ რაც არ იცოდნენ. წარმატებას გისურვებთ. აქ გემშვიდობებით მოვალ შეხვედრამდე. ადიოს. შეხვედრების კევიდატრო იქნება სიყვარულს სხვა ვინმე მთხოვ ზეცისევ აღარ მათქო მე შენთან შეხვედრა შარობდი ოროგო გადავიღარ გეცახდი გეძებდი გნატრობდი თურმე დავიგვიანე იქნებ შეხვედრების კევიდატრო იქნება სიყვარულს სხვა ვინმე დარჩება წარსული შორს ალბათ მალე დაღამდება ტივილი გაივლის და ისევ გამიცემება არაფერი არ მთავრდება მე მაინც დაგისი დამიჯერე ალბათ მალე დაღამდება შენ ცუდი მე ვეღარ გამიმეწებ არაფერი არ თავდება მე ისე მივახარ და მიჯერე მე ისე მივახარ და მიჯერე მე შენთან შეხვედრა შკარობდი ოროგო გადავიღარ გეცახდი გეძებდი გნატრობდი თურმე დავიგვიანე შეხვედრების კევიდატრო იქნებ სიყვარულს სხვა ვინმე დარჩება წარსული შორს ალბათ მალე დაღამდება ტივილი გაივლის და ისევ გამიხსენებ არაფერი არ მთავრდება მე მაინც დაგისი დამიჯერე ალბათ მალე დაღამდება მე ვეღარ გამიმეწებ არაფერი არ მთავრდება მე ისე მიყვარხარ და მიჯერე ვესადე მაგრამ ვერ შევძელი წარსული დღეების დავიწყება და ყველაფერი თავიდან დაიწყება არაფერი არ თავდება მე მაინც დაგიცდი დამიჯერე ალბათ მალე დაღამდება შენ ცუდი ფიქრისთვის მე ვეღარ გამიმეწებ არაფერი არ თავდება მე ისე მივახარ და მიჯერე აბა
შემოიგონე. აი